სტილ მანანა არის ვიზა მიმოსვლა, ჩვენც ვიზა გერმანელებისთვის და რა. ვიზა ლიბერალიზაცია რა საქართველოს ინტერესი არის ყველაზე მთავარი. ზოგადად რომ მე მაქვს კარგი შედარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ მეც ვიყავი ორჯერ წასული ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლებლად, ცოტას გრძელვადიანად. ერთი წასვლა იყო, როდესაც ვიზო მიმოსვლა არ გქონდა, ეს იყო 2011-2013 წლები. მერე წავედი 2000 უკვე მას შემდეგ, რაც ვიზო მიმოსვლა გქონდა და ძალიან მარტივი იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის ჩემი მონახულება და ასევე ჩემი დაიყო ემიგრანტი ქვეყანაში, სადაც რომელთანაც არ გვაქვს ვიზო მიმოსვლა, ამერიკაში იყო და ცხადია იქ გჭირდებოდა ნებართვა და ძალიან რთული იყო ეს ვერც ერთხელ ვერ მოვიპოვეთ, მოკლედ ეს სანამ არ დაამთავრა უნივერსიტეტი და უნივერსიტეტმა არ მოგვიწვია მის graduation-ზე, იქამდე არ გვაძლევდა და მოკლედ ამ ქვეყნის საელჩო იქ ჩასვლის უფლებას და ეხლა ჩემი და ცხოვრობს გერმანიაში, სადაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს ფუფუნება გვაქვს, როცა გვინდა ჩავაკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს თვითონ და ხშირად ისე ხშირად ვერ ახერხებს ჩამოსვლას, როგორ ხშირადაც გვინდა რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ვნახოთ, ხო? ხო და ჩემი გამოცდილებით ეს არ არის მხოლოდ ოჯახის წევრის მონახულება, ეს შესაძლებლობა, როცა შეგიძლია რომ დიდხნიანი დაგეგმვის გარეშე სპონტანურად წახვიდე. ან ეს შეიძლება იყოს საჭიროება, ხო? ანუ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას რამე და საჭირო იყოს ოჯახის წევრის იქ ყოფნა, ან რაღაც სერიოზული შეიძლება ოპერაცია დაჭირდეს რამე და შეიძლება უბრალოდ საჭიროება იყოს ეს და არა მონატრება ადამიანის რა. და გარდა ამისა ემოციურად არის ძალიან რთული, როდესაც იცი რომ სანამ შენ წახვალ შენი ოჯახის წევრზეა საუბარი დაზე და შვილზე, ხო? სანამ წახვალ მის მოსანახულებლად იქამდე რაღაცა პროცედურებია გასავლელი და ეს შფოთვას გიმატებს რაღაცნაირად რა ყოველთვის, იმიტომ რომ შეიძლება არც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას, არც რაიმე სხვა დაჭირდეს შენგან რაღაცა თუნდაც 1 წლის განმავლობაში ისეთი რომ ჩახვიდე, მაგრამ ზოგადად რომ იცი რომ დაჭირდეს ადამიანს ამას ვერ გაუკეთებ, არის ძალიან სტრესულია ეს და ჩემთვის ძალიან შფოთვის მომგვრელია. საქართველოში რამოდენიმე ავიაკომპანია შემოვიდა და განსაკუთრებით ქუთაისიდან ძალიან გააქტიურებულია ვიზიარი, რომლის მგზავრების ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეები არიან. იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან მოდი თქვათ uvizო მიმოსვლა შეჩერდება, რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეები იმ სიხშირით ვეღარ იფრენენ, როგორც აქამდე დაფრინავდნენ და თანდათანობით საქართველოს ამ ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველი აღარ იქნება. შესაბამისად, თანდათანობით გახდება ამ ავიაკომპანიებისთვის საქართველოსდან გასვლის ვალდებულება, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა დაიწყება სხვადასხვა რეისების გაუქმება, სხვადასხვა მიმართულებების გაუქმება და მაქსიმალურად შემცირდება ავიამიმოსვლა, რაც დარჩენილი 40-45%, რომელსაც ტურისტები მოყვება ქვეყანაში, ესეც შეეხება და რა თქმა უნდა ეს ჩვენ ბიზნესს რეალურად დააზარალებს, იმიტომ რომ ჩვენთან ისედაც შემცირებულია ევროპიდან ტურისტების შემოსვლა და ეს კიდე უფრო შეამცირებს ევროპიდან შემოსულ ტურისტებს. შესაბამისად, ამის შემდგომ მინდა ვთქვა, რომ თანდათანობით ბიზნესი გადაეწყობა უკვე აზიის მიმართულებით. მერე საბოლოოდ დადგება ის მომენტი, რომ ჩვენ გამოსავალი არ გვექნება და ის რაც სიმონიანმა გვიწინასწარმეტყველა და თქვა ჩვენ მივალთ ისევ ჩვენ დიდ ძმასთან და ვეთქვით რომ აი მოდით დაბრუნდით საქართველოში და აი ასე შემდეგ. ეს არის ის ესე ვთქვათ პესიმისტური მომავალი, რასაც შეიძლება საქართველოს ესე ვთქვათ კონდეს იმ შემთხვევაში თუ uvizო მიმოსვლა შეწყდება. მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობდნენ თავისუფალი მიმოსვლით და პოულობდნენ დროებითი დასაქმების შესაძლებლობას და თავად ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვინც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ თუ ვინმე არის ქვეყანაში დაუსაქმებელი, მათ შეუძლიათ წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და იქ დასაქმდნენ. ანუ ეს შესაძლებლობაც უამრავ შეიძლება ითქვას 100,000-ობით ადამიანს ჩამოერთმევა. დღეს მაგალითად ბევრი არის ჩვენს ქვეყანაში ამ შექმნილი მძიმე ეკონომიკური, სოციალური პირობების გამო, ვინც მუდმივ ემიგრაციაშია, ეს არის დროებითი სამუშაოები, ჩამოდიან, მიდიან და სწორედ ეს თავისუფალი მიმოსვლა ამის შესაძლებლობას აჩენს. ადამიანი გაფრინდეს პირობითად პოლონეთში,
გერმანიაში იმუშაოს რამოდენიმე თვე, მერე ჩამოვიდეს, აქ სოფლის მეურნეობით დაკავდეს რამოდენიმე პერიოდი, მერე კვლავ წავიდეს. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან დიდი შემოსავალი და ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობაა, თუმცა ეს ვეღარ გახდება ისე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის. წარმოუდგენელია თუ ვისაც ახსოვს წარსულში რა წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა ვიზის აღებისთვის სხვადასხვა საელჩოებთან და ის რიგები, ვისაც ახსოვს, მისთვის უფრო მარტივი წარმოსადგენი იქნება თუ რა წინააღმდეგობასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე. გასულ საფუძველს გასული პროგრამით ვიყავი გერმანიაში, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მოქმედი სტუდენტებისთვის. ამ ეტაპზე ეს პროგრამა მუშაობს გერმანიაში. 2 თვით ან 3 თვით უშავენ სტუდენტებს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. შარშან ვიყავი 2 თვით. პირველ რიგში მინდა ის ვახსენო, რომ ჩემი ბავშვობის მიზანი იყო გერმანიაში სწავლის გაგრძელება. ამ ეტაპზე კი სანამ აქ ბაკალავრიატს დავასრულებ, მინდა რომ რაღაცა გამოცდილება მივიღო, როგორც ენის მხრივ, ასევე იქაური კულტურა გავიცნო, ხალხი გავიცნო და ასე შემდეგ. ამ ზაფხულსაც ვაპირებ წასვლას, ყოველ შემთხვევაში გაგზავნილი მაქვს ყველანაირი დოკუმენტაცია, საბუთები, რასაც ისინი ასე ძალიან ითხოვენ და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გერმანიაში. ამ დრომდე ველოდები პასუხს, არ ვიცი ჯერ დადებითი იქნება თუ არ ყოფითი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე ხელი არ შემეშლება ამაში. უკვე რაღაცა ფონი იქმნება იმ ქვეყანაზე, საიდანაც შენ მიდიხარ, კონკრეტულად საქართველოს რო იციან ევროპაში და ძალიან კარგად იციან ევროპაში, აქ რაც ხდება დღეს, უკვე რაღაც ფონია შექმნილი კრიტიკული აზროვნების შენს მიმართ და საქართველოს წარმომადგენლის მიმართ. ძალიან დიდია იმის რისკი, რომ საერთოდ ვეღარ შეძლოს გაგრძელება. ეს მართალია იქნება მიზანი, მაგალითად ამ პროგრამების განათლება, თუმცა მარტივი არ იქნება, რომ თუნდაც ეს საგანმანათლებლო ვიზა მოგცენ. ეს შეიძლება საფრთხე იყოს ადამიანების სიცოცხლესთვის და მათი ჯანმრთელობისთვისაც, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი საქართველოში მძიმე სხვადასხვა გადაუდებელი ოპერაციებისთვის, მძიმე დაავადებებისთვის და ამის მტკიცებაც არ გვჭირდება, რომ ევროკავშირში სამედიცინო სფერო და ჯანდაცვის სისტემა უფრო მეტად არის განვითარებული, მათ შორის ტექნოლოგიურად, ვიდრე საქართველოში და ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში და ამან რომ ბიუროკრატიული წინააღმდეგობები არ არსებობს და ადამიანს შეეძლო შუადღეს მიღებული დიაგნოზის შემდეგ საღამოს გაფრენილიყო გერმანიაში და სწრაფადვე დაიწყო მკურნალობა, გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ეს შესაძლებლობაც იკარგება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ემერჯენსია და სასწრაფოა, მაინც მოუწევს იმ ბიუროკრატიული ნაბიჯების გადადგმა და წინააღმდეგობების გადალახვა, რომ წავიდეს თუნდაც სამკურნალოდ გერმანიაში. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ემოციური კავშირი დავამყარეთ ამ ვიზო მიმოსვლის შედეგად ევროპის ამ ქვეყნებთან. საერთოდ სხვა გამოცდილება ევროპაში მოგზაურობა, როდესაც ეს ქვეყნები დაუბნებიან, რომ კი ბატონო, ეს პირობები მაქვს და შენ როცა გინდა შემოდი, არ არის პრობლემა. და ის რომ შენ ასე ვთქვათ, დაუპატიდე ნებართვის გარეშე გაქვს იქ წასვლის უფლება, სხვანაირად ხდება ეგ შენი სივრცე რა. განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც არ გვაქვს ვიზო მიმოსვლა, ნებართვა გვჭირდება და ეს ემოციურად ცოტა გვაშორებს. ხლა მით უმეტეს უკვე ეს გამოცდილება რა გვაქვს, ეხლა ამის შეწყვეტა იქნება ძალიან დიდი ემოციური წყვეტა ჩვენ საზოგადოებასა და მათ შორის. ანუ ეხლა უფრო მეტად გახდა ეს ევროკავშირი ჩვენი სივრცე, ვიდრე იყო 2016 წლამდე.